ყოველთვის აქ მეყოლება და მაგარია. მაგრამ საჩარკა არ ვიცი. უსუნე ერთი როგორი სუნი აქ და მითხარი. გავაფორმოთ ჩემო ლამაზებო, სიყვარული. სად უნდა შეიტანო ეს ჭიქა? და ლამაზებო. ყვავილებო. და შეგიტანოთ ახლა ალე პაპას ოთახში და ბებოს ოთახში. სკამი მოგიტანო. კი. ანამ შეწვა მეგობრებო გთხოვთ რომ ტაში ჩივიგებოთ. თვალი დაიცვა კერხიკრი. არის ცოტა გოგო. ანაირი ხარ შვილო. აი მე მიშველე. მშვიდობის მეგობრებო, არა პრინციპიკო საღამო მშვიდობის მეგობრებო. დღეს ბოლო ვლოგია სოფელში გადაღებული ვიდეოს და მინდა რაღაცებზე გესაუბროთ. პრინციპი შევაჯამოთ ეს ორი თვე, რომელიც იყო ჩვენი ოჯახისთვის საკმაოდ რთული. როგორ გითხარით, ხვალ არის ჩემი მამამთილის მე-40 დღე, ანუ 40 დღე და მივდივარ მე თბილისში. ვბრუნდები, თუმცა ჩემს შვილს ვუტყობებ დედობილს, ანას. რამდენიმე დღით და მე ჩამომიყვანენ თბილისში, თუმცა ახლა სხვა რამისთვის ვარ მოსული. მინდა რომ დაგაცნოთ გოგონა, რომელიც ქმნის ხელნაკეთ აქსესუარებს და ქვია მარიკოს აქსესორი. ოღონდ ჩემი მარიკოსი არა, სხვა მარიკოზია საუბარი. და მოკლედ გამოგვიგზავნა საჩუქრები მე და ჩემს გოგონას და ძალიან მინდა რომ თქვენც იცნობდეთ. თუმცა ერთი რამ რაც არის რომ მე მარიკოს საჩუქარს ვერ გაჩვენებთ, იმიტომ რომ თავად მინდა რომ დახსნას. თუმცა გეტყვით როგორ გამოიყურება. აი ნახეთ უბრალოდ რა ლამაზია. ბედნიერი გაიზარდე პატარა სიყვარულო. ვფიქრობ რომ აი ეს წარწერები რომელიც მის აქსესუარებს ამშვენებს ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზებია და ყველაზე მეტად მომწონს ისეთი ფრაზები სადაც რაღაცნაირად გულის აჩუყებას იწვევს ხოლმე ჩემში და მით უფრო როცა ჩემს შვილს ეხება საქმე. ასე რომ უღრმესი მადლობა, არ ვიცი რა არის, ვერ გავხსნი. ახლა მინდა გაჩვენოთ ჩემი საჩუქარი, რომელიც გამოიყურება აი ასე. და მით აწერია ის, რაც მე წეღან გითხარით, რომ გული მიჩუყდება თქო. მთელი გულით გჩუქნი ამ პატარა სილამაზეს და იმედი მაქვს, რომ სიყვარულით ატარებ. აი ეს გამოიყურება. უკეთილშობილესი გოგონა, აი ამ ყოველთვის ինձ ქმნის და შეგიძლიათ გადახვიდეთ და ესტუმროთ მის გვერდს. ნახოთ ჩვენი პატარა კუნწულები.
ყველაზე მეტად მომწონს, როცა იგრძნობა დეტალებში ძალიან დიდი შრომა რა და ჩემთვის აი ეს ყველაფერი რასაც თქვენ ხედავთ, არის ის რომ იგრძნობა რა. იმ დეტალებში შრომის ჩადება, რასაც ჩვენ ვინც ხელნაკეთ აქსესუარებს ვქმნით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რას ნიშნავს ძალიან მცირე დეტალიც კი, რომელიც აბსოლუტურად ცვლის ყველაფერს რა და აი ეს რომელიც ვითომ ძალიან პატარა დეტალია და მეთანხმებით რომ აი შიგნიდან ყველაფერს გიფორიაქებს ადამიანს. მოვიდა დრო გაჩვენოთ. ძალიან საყვარელი კუნძულები მინდა რომ გაჩვენეთ, რომელიც გამოიყურება აი ასე, ეს არის ვარსკვლავები. ერთი მეორე არც მეტი არც ნაკლები ძალიან დიდი გზა გამოიარა აი ამ აქსესუარებმა, არც ბაქაქურებში არ ცხოვრობს, არც თბილისში არ ცხოვრობს, არც ცხედაში არ ცხოვრობს, ძალიან შორიდან ჩამოვიდა ეს ყველაფერი და რამდენად მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი ფიქრობს შენზე, ფიქრობს შენს ხასიათზე, აი რა შეგეფერება, აი ხო არის რომ ადამიანი რაღაცას გაჩუქებს, მაგრამ შენი არ არის, ანუ ხვდები, აი შენ ხასიათს არ გამოხატავს, არაფრით არ გგავს შენ, ხო? და ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრი საჩუქარი მიმიღია, რომელიც არათუ მე არ მგავს. ჩემთან არაფერ კავშირში არ არის. აი ამ იუტისოდენა კავშირიც კი არ მიგრძნია ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა, ის რომ გადავირები და მადლობებს ვიხდი მთელი ცხოვრება, მე აქ სულსაქმეა, მაგრამ მე ამას ნახლა ვერ ვიყენებ, ხო, იმიტომ რომ ჩემი არ არის, ვერ ვიხდენ, მათ შორის ძალიან ბევრი აქსესუარი მაქვს მე, რომელიც მიდევს სამახსოვროდ, იმიტომ რომ მან ჩემზე იფიქრა. მას გავახსენდი და ეს მეძვირფასება ძალიან ჩემია. თუმცა შესაძლოა საერთოდ ვერ გავიკეთო და ვერ მოვიხდინო, მაგრამ ის რომ ჩემზე ზრუნავს ადამიანი, ხო, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არა ის რომ აი აუცილებლად, თუმცა სულ მინდა ხოლმე რომ მაინც გავახარო ადამიანები და ამიტომ ყოველთვის როცა ვიცი რომ ან უნდა მოვიდეს ეს ადამიანი, ან რაღაც ხდება, ან უბრალოდ ფოტოთი მინდა ხოლმე რომ ნახოს რომ მისი აქსესუარები მიკეთია, არ აქვს მნიშვნელობა ვისი ნაჩუქარია, მიკეთია და ამით ჩემი პატივისცემა გამოვხატო რა, ეს არის მნიშვნელოვანი და ზოგადად ვთვლი რომ აი ვინც არის სტარტაპებს ქმნის და სტარტაპებზია ჯერ და არ არის რაღაცა ფართედ გაშლილი და ძალიან დიდი აუდიტორია არ იცნობს, განსაკუთრებით ამ ადამიანებს უნდა შეუწყოთ ხელი, იმიტომ რომ მეც სტარტაპი ვარ, მეც ვქმნი ხელნაკეთ აქსესუარებს და ვდებ ძალიან დიდ შრომას და ძალიან მჭირდება მეც მხარდაჭერა. ახლა ეს 2 თვე გაჩერებული ვარ, მაგრამ სექტემბერში რა თქმა უნდა ისე დაიწყება ყველაფერი თავიდან. და ვიცი რა რთულია, ვიცი რამდენად ღირებულია და შევუწყოთ ერთმანეთს ხელი, ხო და მათ შორის ამ ძალიან საოცარ და ძალიან ნიჭიერ ადამიანს შევუწყოთ ხელი. ეს არის ის, რასაც ვფიქრობ, რომ ხელნაკეთი საქართველოში არ არის ესეთი დაფასებული, როგორც ვთქვათ, გვინდა რომ იყოს. აი ახლა უფრო მეტად მოიკიდა ფეხი ვიდრე ვთქვათ მანამდე იმდენად აი უფრო ბიჟუტერიას რო ეძახდნენ, ის უფრო მეტად ფასობდა, ან სხვა რაღაც უფრო ფასობდა, მაგრამ აი ხელნაკეთი, რასაც ქვია, ახლა მეტად დაფასდა, ახლა მეტად გაძვირდა და დიახაც, ძვირი უნდა იყოს მეტად, იმიტომ რომ ძალიან რთულია ხელნაკეთი ნივთების თუ აქსესუარების დამუშავება, მათი ღირებულებაა თვითონ ძალიან ძვირი და რატომ უნდა გაყიდოს, პირობითად გეუბნებით ადამიანმა, თუნდაც 15 ლარად რომელიმე აქსესუარი, როცა თვითონ ღირებულება ამაზე მეტი უჩდება. ან შეიძლება არც უჩდება ამაზე მეტი, მაგრამ ძალიან ბევრი შრომა იდება. რატომ უნდა გაყიდოს? ის ხო ხელით არის შექმნილი და ქარხანა არ არის, სადაც ადგები და რაღაცა ხო პერწუჩი საყურე გაკეთებული, ან ხო არის შემთხვევა, რომ 3 საათი ვუნდები აქსესუარის შექმნას, არის ხოლმე რომ ერთი დღე არ მყოფნის ის რამდენიმე საათი და მე გადავდივარ სხვა დღეზე და აი როცა რამდენიმე შეკვეთა ერთად მაქვს, ხო საერთოდ ქაოტური მდგომარეობა მაქვს და
ხელა სიყავს და იმდენ რამეს ვატანამ ყველაფერს, რომ მე პირადად არც 15, არც 20 ლარი ჩემს აქსესუარებში არ მიღირს. მირჩევნია, რომ სახლში მედოს არ გავყიდო არასოდეს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან რთულ რაღაცას ვარ შეჭიდებული და არ მიღირს, იმიტომ რომ რომელი ერთი ვქნა, ამით რა დავფარო ღირებულება, რაც მიჩდება აქსესუარების შექმნისას ის მასალები, თუ კარგ მასალაზე მუშაობ არ გიღირს, გესმით? ის შრომა ხო საერთოდ, რამდენიმე საათიანი შრომა რატო უნდა მიყიდეს, ხო? ამიტომ არის ხოლმე, რომ ასე წერენ, რომ აი 20 ლარად ვერ გაყიდი, ვერ გავყიდი. არ გავყიდი. მოკლედ ბრუნდებით თბილისში. იწყება ჩემი ქაოტური ბრუნდები ძალიან დიდ და ქაოტურ ცხოვრებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, ჩემი ცხოვრებისათვის და ამ ცხოვრებით ვცხოვრობ მე პრინციპში. და იწყება ახალი გეგმები, ახალი მიზნები, ახალი, ყველაფერი ახალი. ახლა მინდა რომ შევიმუშაო რამე ყელსაბამების ხაზიც და არა მხოლოდ საყურები და ბროშები, ყელსაბამებიც, მაგრამ რო იყოს, ანუ ნახეთ, ჩემი საყურეები და ჩემი ზოგადად აქსესუარები არის ისეთი, რომ ვერ გამოიყენებ ყოველ დღე, ანუ არ არის საყოველთვიურო. და როცა შენ ქმნი რაღაცებს, რაც არ არის საყოველთვიურო, არ არის ძალიან ხშირად მოთხოვნადი, ხო ხვდებით? და ამიტომ მინდა რომ ისეთი სამკაულებიც მქონდეს, რომელიც აუცილებლად იქნება საყოველთვიუროც და ამ შემთხვევაში არის ყელსაბამები. თუმცა ყელსაბამები ცოტა თქვენ წარმოიდგინეთ, ბევრად მარტივია ვიდრე საყურე და უფრო მეტად მერტულება, იმიტომ რომ ყელსაბამების ხაზით მე არ ვმუშაობ. თუმცა ვფიქრობ, რომ შევიმუშაო ტაქტიკა, როგორ უნდა შევქმნა ყელსაბამი, როგორ იქნება ჩემი ყელსაბამი, იმიტომ რომ ეს ხაზიც უნდა მგავდეს მე და უნდა იყოს ჩემეული, აი როგორც საყურები, ვერც ვთქვამს, რომ ინდივიდუალურია და შენ გგავს. აი ეგეთი უნდა იყოს რა. გონზე არ ვარ როგორი იქნება, რა იქნება, მაგრამ ამასაც დროთა განმავლობაში აუცილებლად დავიწყებ. ნუ როგორც ვხვდებით ამ ეტაპზე აქსესუარები მხოლოდ ისია დამატებით შემოსავლად, იმიტომ რომ ამაში უნდა ჩაიდოს ბევრი დიდი თანხა რეკლამაში. რეკლამა ჭირდება ყველაფერს და ამ ეტაპზე მაგის მზაობა არ მაქვს, არა იმიტომ რომ არ მინდა, უბრალოდ არ მაქვს ბევრი მიზეზის და გამო. თუმცა სექტემბრიდან უკვე ახალ კოლექციაზე დავიწყებ მუშაობაზე კიდე შემატება და შემატება, მერე რა თქმა უნდა აუცილებლად სხვა ტაქტიკა უნდა შევიმუშაო, ასევე მინდა რაღაცა სხვა კურსი გავიარო, რომელიც გამიმარტივებს, რომ სწორად გავიდი აუდიტორიაზე, აი როგორ უნდა გავიდი აუდიტორიაზე სწორად, აი ეს მინდა რომ ვისწავლო და უაზროდ რეკლამაში ფული არ ვხარჯო და ნახოთ რა იქნება, გეგმები ბევრი მაქვს და აუცილებლად ყველაფერს შევასრულებ, იმიტომ რომ ის გეგმები, რაც ამ წამს ვთქვი, ის გეგმა უფრო სწორად და რამდენიმე ის რაც რეკლამაა თუ ყელსაბამი თუ რა, ყველა საჭიროა, ყველა მნიშვნელოვანია და ამას ისედაც ვაკეთებ და ბარემ იმ ხაზით გავაკეთებ, რომ მოგებაც მომიტანოს, ასე რომ ნახოთ. ამდენი ხანი ერთად არასოდეს არ ყოფილვართ, ყველა ერთად ვართ თითქმის 2 თვეა, არასოდეს არ ყოფილვართ. ხო და დასრულდა, ასე ვთქვათ, ჩვენთვის ზაფხული, სამუშაო დღეები იწყება, ასე რომ ყველაფერი თავიდან იწყება. გემშვიდობებით. საღამომშვიდობის მეგობრებო, დღეს ბოლო ვლოგია. და მომწონს ისეთი ფრაზები, სადაც რაღაცნაირად გულის აჩუყებას იწვევს ხოლმე ჩემში და მით უფრო როცა ჩემს ეხება საქმე. ასე რომ უღრმესი მადლობა, არ ვიცი. ვაიმე როგორ გვაინტერესებს ნეტა შენელებული კადრებია. გახსენებო მიდი ნახე რა არის. გახსენიდე. ჩქარა მოიხედე, მიდი. ციტაზალა. მე ხო ბებო. ფებს. საკას დაარეკინა მომდომი. ნომერი. მამა.
ახლა ისინი წადინგი ყოლსინ ეს წარაბანა სულად სულებს დაძინებს. აი ესი აი რა წამოდი წამო. გადაუღერ. ისე ყვერელი ტიშვილი. ჯეკი აი ჯეკი აი პაპა მილაგრა თანხაზე მაქვს საუბარი, ხინკალზე კი არა. გადაიბადრა ხო მამუკა სახე? დედიკო, ჭკვიანად ხო იქნები მე რო წავალდე სიყვარული? აი გოგო ხარდა. საღამოშვიდობის მეგობრებო, მოუხროვი დავიწყა, ოხრავ. დავბრუნდი თბილისში დაახლოებით 15 წუთია ჩამოვედი. ერთადერთი რაც მინდა არის, რომ ყავა უნდა დავლივ, იმიტომ რომ ცოცხალი არ ვარ. მგონია რომ ის ამჭირს რაღაცა თიშიკი, მგონია არა, გათიშული ვარ. ჩემ ყველა უჯრედი მოითხოვს სასწრაფო ტყავის მირთმევას. ერთ ჭიქანახევარი დალეული მაგდრეს, მაგრამ აუცილებლად უნდა დავილიოთ. მოკლედ გოგოებო, ჩემს იმას რა ქვია, დაიცეთ მოვალ ერთი წუთით. ჩემს პირადობას, ამპალ პირადობას გაუვიდა ვადა. მოკლედ მაგიტო ჩამოვარგდი. ორი დღით ადრე. ნუ ხოლოდ მაგიტომ არა ხვალ ისევ მივდივარ, ოღონდ ამჯერად მივდივარ გორში, კიწნიში კერძოდ. ძალიან კარგი ადამიანი გარდაიცვალა და დაკრძალვაზე მივდივართ. მე ხარ გავგიჟდებოდე. ვაიმე.
ცოტა ვერ ვანთე. ხო და მივდივართ დილით და დღეს მოწესრიგდე ჩასაცმელები ყველაფერი მოვამზადე და წავიდეთ მოკლედ დაკრძალვაზე ჩვენს ახლობლებთან ერთად. ხო და მარიკო დავტოვე ჩამომიყვანენ. ხვალ მინდოდა პირადობაზე გაქცევა, მაგრამ ვერაფრით ვერ გავიქცევი, ხვალ პირადობამ დილით 10-ზე გავდივართ. მე აქ რა ხდება რა არაულობა საქადაგია. დილით გავდივართ გოგოშკებო 10 საათზე, ამიტომ ხვალ ხარ ამის იმაზე ლაპარაკი, ზედმეტია იუსტიციაში წასვლაზე და ზეგ ყოველ მიზეს გარეშე უნდა გავაკეთო პირადობა. წავიდე 60+5 ლარი ღირს 10 სამუშაო დღე. 3 სამუშაო დღე გახლავთ 100 ლარი, 100+5, ანუ 5 ითვლება როგორც იცით ფოტოსურათი. მე კაი სუნია. ვაიმე, დედა გამომიგზავნე საბერძნეთიდან ასეთი ბევრი. სასახეცი. ხო და ეს არის რა ქვია. რა ვიცი გოგოებო, აღარ ვიცი რა ვქნა 3 სამუშაო დღე მაწყობს რა თქმა უნდა, მაგრამ როგორია 105 ლარი გეხვეწებით რა? ჯერ 65 მეძვირება რა ისას 5. ხო და მოკლედ მეგონა რომ ნახეთ ხაჭ მე რა პრობლემა მეგონა და რაზე მქონდა პანიკა. რომ ვიფიქრე პირადობას რადგანა და გავუვიდა, ვაიმე, მეთქი სესხები რომ აქვს, სესხები კი არა და განვადებები. წავიქციე თავი, ისე დღეში ვიყავი. აი ეს მაპატიეთ რომაც სვიაო მეტი არ მინდა. რა ვერ ადუღდი ვერ გავიგე. ანუ ეს არის ხალხო ცხონება, ვინც საბერძნეთში ხართ, დარწმუნებული ვარ ძალიან გიყვართ. რა ვიცი ხალხო, აღარ ვიცი რა ვქნა, მე მივედი მერე დღეს რომ გამოია ბარგი ბარხანით. ბარგი რა, ნახევარი ბარგი წამოვიღე, ნახევარი ჩემი ქმარი იმას იზავს. მანქანა წამოიღებს. ხო და მივასკ დიამეტროს ბანკებს. ვაიმე, მე უთხარი. განვადება მაქვს მიშველეთ. გავიდა პირადობა ზღვა და დღეს არის გადასახდელი. ასევე მეთქი თვის ბოლოს გადასახდელი და ვერც აი 3 სამუშაო დღეშიც რო გავაკეთო, ხალხო 3 სამუშაო დღეშიც ფიზიკურად მაინც ვერ ვასწრებ, ანუ მაინც განვადებები მიწევს და არ დაგავიწყდეთ განვადებას თუ გადაცილდა 1 დღე გადასახადს, როგორც ვიცით ემატება 20 ლარი და ეხლა ხო წარმოგიდგენიათ ჯერ 4500 მქონდა კისერზე მოდებული ამ ტელევიზორის ტელეფონი. მე რამჭის კაცო. ამ ტელეფონის განვადება ძლივს 1760-ზე ჩამოვათრიე. ეხლა ეგ მინდა კიდე დღეში 20 ლარი დამერიცხოს 10 სამუშაო დღე, ხო წარმოგიდგენია თავისი შაბათ-კვირებით მიაბით, აბა რამდენი გამოდის. და მეთქია, ისტერიკა მჭირდა რა. ხო და მეთქი როგორ იქნება თქო ეგ რა, ანუ გავიდა თქოვა და რამე შველება მეთქი რა, ანუ რა ვქნა თქო. ბარაძე არის ფული, მაგრამ ანუ ვერ თქო. ხო და მოკლედ დამაწყნარეს, დამამშვიდეს. რო ის არისო, არის დარდოთო, ანუ თუ ბარაძე არისო თანხა, ანუ მე ხომ აქ ხა ბარაძე თანხა ხო? ავტომატურად ჩამოეჭრებაო სესხსო რა, ანუ საქართველოს ბანკში მაქვს ეს განვადებები. არ ინერვიულოთო, არანაირი გადაცილება არ გექნებათო და რომც და რაღაც იყოს, ანუ მაგას არ ეხებაო რა. მიხოთ მისა რომ განვადება რო გაგდა თან რო გაუვიდესო პირადობას ვადაო, თუ არის ბარაძე თანხა არ შეგექნებათ პრობლემა. მაგრამ ანუ მე ხომ მოვიკალი თავი ნერვიულობით.
ანუ ეგ ოპერატორმა ისედაც მითხრა დაახლოებით მე სოფელში ვიყავი იქიდავე ოპერატორს მივწერე მაგრამ მეთქი უნდა გადავამოწმო დეტალებზეო ანუ მობრძანდითო რა ერთი სიტყვით და იქ როგორ მითხეს იცი რომ გადახდის დროსო უნდა მიბრძანდეთ ბანკშიო და აქ მითხეს რომ ბანკში არანაირი ის არ არის ავტომატურად ბარათიდან წაიღებს რა და თუ წაიღებს მაგრამ ანუ ყოველ მიზეზ გარეშე უნდა გავაკეთო აი აუცილებლად პირადობა რა მაგაზე არ განიხილება მაინც მომიწევს გაკეთება ვერც ერთ იმაში ხო არ დაველოდო თქო რადგან ხა გავიგე რომ არ შემექმნება მოკლედ გადასახადებზე პრობლემა ვიფიქრე რომ ხო არ დაველოდო ან იქნებ რამე აქცია იყოს ან რაღაცა ამ პირადობებზე მაგრამ რა ვიცი ჩემი ბედის რო ვიცი ხა ნახეთ რა იქნება გავაკეთებ ავიღებ და ეგრევე ფასი დაეცემა 40 ლარზე ან 30 ლარზე და იმაზე რა ქვია პირადობებზე მაგრამ ნუ ახლა სადველოდო ვაიდა სად მიდიხარ მე ამდენი რამეში მჭირდება პირადობა და ანუ აი ეგ მინდოდა ახლა მე მეთმები ისეთ დაჭიმული მაგ ხალხო მაშტკაში ხონაერად ქონა მე დავიშალე რომ აი კარგად მეთქი დავდო იქნება დავიძინო თქო და ვერაფერ დავიძინე აი 2 წუთი თვალები აი ესე წავიდა და ისევ გავახილე ხო და ესეთი ამბები იყო მოკლედ მაშინ ჩემს პირადობაზე და ჩემს ბანკთან და მოკლედ ამ ქაოსში ვიყავი შემძვრალი დღეს ძალიან ისეთი დღე იყო ჩვენთვის იყო რა არის დღეს არის ჩემი მეუღლის მამის ანუ ჩემი მამამთილის მე-40 ანუ 40 არის დღეს კი ამბობენ რომ არ უნდა თქვაო აი საფლავი როგორ მომეწონა რაღაც მაგრამ მართლა ძალიან კარგად არის გაკეთებული და ყოჩაღ რა ვიცი ყველაფერი არის გაკეთებული ჩემი მეუღლის ჩემი მულის ქმრის ჩვენი უახლოესი ოჯახის წევრების გაკეთებული თავისი ხელით ნუ ქვას არ გულისხმობ რა თქმა უნდა სხვა დანარჩენი თავის ხელით ააწყეს და გააკეთეს აი ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული ძალიან რთული იყო ჩემი დედამთილისთვის ჩემი მულისათვის ჩემი მულიშვილისათვის იქ იმ ყველაფრის დანახვა და ეს ძალიან რთული იყო ემოციურად იმაზე არც ვისაუბრებ რომ ვერანაირად ვერ მეტკინება მის შვილზე მეტად მის ცოლზე მეტად მის შვილიშვილზე მეტად ვინც აი დაბადებიდან ამხელა წვლილი შეიტანა ხო მის გაზრდა განვითარებაში ასე მე ვერასოდეს ვერ მეტკინება არ არსებობს და ვერც ვერავის დაავალდებულებ ასე ეტკინოს როგორც მის შვილს ხო სწორია და ძალიან რთული იყო ძალიან ვცდილობდი რომ გვერდში დავდგომოდი მაგრამ ამ ემოციას ვერაფერს ვერ უზავ ხალხო ვერაფერს ვერ უზავ მე თვითონაც ისიც როგორი ემოციური ვარ და 6 წელია მათი ოჯახის წევრი ვარ და ანუ არც ჩემთვის არ იყო მარტივი დღე ბუნებრივია და საერთოდ ჩვენთვის არავისთვის მაგრამ რა თქმა უნდა ყველაზე მძიმე მაინც უშუალოდ მისი შვილებისთვის იყო და მეუღლისათვის ეს დღე უმძიმესი ხოდა მოგეთ რაღაცერად გადავაგორეთ ასე რომ ვთქვათ ეს დღე ძალიან რთულად ძალიან ემოციურად ყველაფერმა ჩაიარა ისე როგორც უნდა ჩაევლო მე მუხრანში იყო სადაც ვიყავით დაკრძალვის მერე ამ ეგრეთ წოდებულ ქელეხში 40-ის მანდვე გქონდა და ადრეც თქვი საოცარი კერძები აქვს და ძალიან გემრიელი ხელი აქვს ზოგადად კარგად ამზადებენ და ძალიან კომფორტია მხრივ რომ არის გაგრილება და საერთოდ სიცხეს ვერ გრძნობ აუ გადახვითქულები მივედი და ისეთ სიგრილე იყო რომ აი რავი ზოგ შესწივდა ხო და შევიკრიბეთ
ოჯახის წევრები, უახლოესი ნათესავები და მოკლედ კიდევ ერთხელ გავიხსენეთ ბევრი რამ, შესაძლებელი ვთქვით და ასე შემდეგ. სხვათა შორის ყველა კუთხეს ამაზეც მინდოდა რამდენიმე სიტყვა მეთქვა, ყველა კუთხეს თავისი ასე დამახასიათებელი რიტუალები და რაღაცები აქვს, ხო? ჩვენ კარგად ვიცით, ყველგან რაღაც სხვადასხვანაირად არის ხოლმე რაღაცები. აქ მაგალითად ჩვენთან, ჩემი მეუღლის სოფელში, ცოტა რაღაცები მეუცნაურა, იმიტომ რომ მე ხა სადაც ვარ, რა ვიცი, გაზრდილი ამის და დაბერებული დედულეთში, ხო, ესე როგორც ვეძახით, იმიტომ რომ მამას არ აქვს სოფელი და ზოგადად არაფერი არ ვიცი იქით რა ხდება, ანუ არ ვარ ნამყოფი საყდრიოში. შესაბამისად არ ვიცი მოკლედ იქაური არის ტრადიცია და არც არაფერი. ნუ მე ვიცი მხოლოდ დედის მხარეს როგორც არის მესხეთ ჯავახეთში, სამცხე ჯავახეთში, ის ვიცი. შინაც მოდი წავიგდოთ საქმე თქო რა ვიფიქრეთ რომ თლად 6-ზე არ მოგვიწიოს ადგომა მეორე დღესო და ამიტომ გადავწყვიტეთ რომ გუშინვე შევაზავეთ ფარში ყველაფრით და ეგრე მაცივარში ასევე მოიხარშა ქათამი აი დღეს უკვე დილით ძალიან ცოტა გააკალდა და უკვე მოხარშული იყო ანუ ფაქტობრივად გუშინი ადრევე დავდგით ქათამი და ტკბილი ქათაც ცხება დილით დღეს სომის მოსვლა, უცებ მოვახუეთ და ნახეთ როგორ არის. ჟარუნით მიდის ტკბილი ქადა, ჟარუნით მიდის ასევე დიჯარუნეზე დაალაგებული ხინკალი, რა ვიცი, რაზეც გნებავთ, მაგრამ ჩვენ ეს ჯიჯი იმაზე სინებს რო ვეძახით, იმაზე წავიღეთ. იმით და უნდა იყოს კენტი აუცილებლად. და პირველი რომ მოახვევ, ხო, და რასაც ჩაყრი და ამოყრი, მე კენტი უნდა გადათვალო და ალაგო იქ. პირველი ამოყრა აუცილებლად მიდის საფლავზე. ანუ პირველი შენ მიირთვა აღარ იყოს და მე გააკეთო და გადადო, არა. პირველივე რაც ჩაიყრება ამოვა კენტის გადათვლი და ის მიდის საფლავზე. ნუ დანარჩენი უკვე რაც დარჩება რომ მოხარშო, მიირთვი რამდენიც გინდა სახლში. ეგ 3 წავიღეთ მე-9 დღეს გარდაცვალებიდან და ასევე 40-ზე, ანუ დღესაც იგივე აბსოლუტურად იგივე ყველაფერი გამზადდა, ეგ წავიღეთ და პლუს ამას რესტორნიდან უკვე ამოვიტანეთ თევზი და სუფრაზე რაც კი იყო გაკეთებული ცოტა რაღაცები აუცილებლად უნდა წავიდეს საფლავზე, ასევე მიდის ღვინო, შესანდობარი, ყველამ რაღაცა უნდა მიირთვას. ძალიან უყვარდა ჩემს მამამთეს ასევე ხაჭაპური და ჩემი მული რამდენჯერაც ჩამოვიდა მე-9 დღეს თავად აკეთებს და სულ ამბობს ხოლმე რომ ძალიან უყვარდაო და განსაკუთრებით ამ ხაჭაპურს ვაკეთებთ ხოლმე. ფენომანი ცომის ხაჭაპურიც ჟარუნაში აკეთებს ხოლმე და ასევე ეგეც მე-9 დღესაც და დღევანდელ დღესაც წავიდე საფლავზე. და იქვე მიირთვეს რაღაცა ცოტა სიმბოლურად რა თქმა უნდა, მე მოვიტანეთ ეს ყველაფერი, წავიღეთ ნამცხრობი რესტორანში და წავედით მოკლედ დღეს რა. ხო და ჩვენთან ასე არ არის, ანუ ხო ხვდებით აი ხინკალი რო აუცილებლად უნდა გაკეთდეს და ის არ ტკბილი ქადაუც ანუ არ არის და მაგას ვამბობდი რა დღეს მაგაზე ვსაუბრობ და ამიტომ მინდოდა თქვენთან საუბარი რომ აი თქვენთან როგორ არის სხვადასხვა კუთხეებში როგორ იცით თქვათ ამ ყველაფრის დაგეგმა რა კერძები იცით რა გაგაქვთ ხო აი თქვათ აუცილებლად მაგალითად ხო ხინკალი რა ვიცი არ ვიცი მე არ პირველად გავიგე მაგალითად სხვაგანაც გადის მეუბრალოდ პირველად გავიგე მიხარია ის რომ ძალიან გემრიელი ხინკალი გამომივიდა. შეზავებული და ცომი იყო ხალხო. ვაიმე, ფანტასტიკური ცომი მოვზილე მე თვითონაც შოკში ვიყავით. ანა იყო ხვდებით ხა პასუხისმგებლობა გაქვს სერიოზული აღებული და ეხა ეგრე კი არ არის რომ იტყლიპნო მოტყლიპნო და რაღაცა ჩვილი ცომი და ასე ძალიან მაგარი ცომი მოვზილე.
მე დაახლოებით 8 წუთის ინტერვალით ვასვენებდი მაცივარში, ორჯერ გადავზელი და მორჩა გავაკეთეთ ეგრევე. დილის, რა ვიცი, 9 იყო უკვე საათი, რომ ხინკალი დავიწყეთ. შეიძლება რა თქმა უნდა მოხარშვა, დადო და გაცილება მერე წაიღო საფლავზე. ეგ მაგას არ აქვს ნიშნობა, ცხელს წაიღებ, ცივ წაიღებ, თავარი ხინკალი უნდა გაიტანო რა. ხო და იმდენი გავაკეთეთ დღეს, რომ მე ძალიან ბევრი ხორცის დაგუჩა გავყინეთ. გამოტარებული. ხო და ჩემ დედამთეს ვაჩუქეთ, მე და ჩემი მეუღლემ. ხორცის გამოსატარებელი ელექტრო და აი ისეთი მაგარია, ხალხო, ისეთი მაგარია. აი მეთქი მოიტანეთ კიდე რა გაგვთ გამოვატაროთ და ძალიან კარგად ვიყენებთ. ხო და მოსქენით რა ქვია. იქ მინდოდა სიმართლე გითხრათ იმათან ყოფნა დღესაც ხო სტუმრები მივიდოდნენ, ოჯახის წევრები, ახლობლები. მაგრამ სამწუხაროდ სხვა საქმეები ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები მელისხვალ და ამიტომ ვერანაირად ვერ გავექცეოდი ამ ფაქტს. ძალიან ახლობელია და აუცილებლად მეკუთვნის ჩასვლა, რადგან მამა ვერანაირად ვერ წავა, მე უნდა ჩავიდი აუცილებლად ქიწნიში. ხო და რა ვიცი, აბა ხო არ ვიცი, უცნაურია რაღაცები, თავის კუთხური რაღაცები იციან ალბათ. თუ ვინმე შევახვალთ და მეტყვით, რომ აი ამით რატო ზიხარ, გეტყვით, რომ ახლა შემოვედი სახლში. ტანსაცმლის უმრავლესობა მაქვს სოფელში დატოვებული, მხოლოდ მინიმალური 60 თუ არ წამოსული, რაც ხელით წამოვიღე და მხოლოდ საღამური მაქვს და საღამურით ვერ დავჭდებოდი. ამას ვერ დავაუთვებ, იმიტომ რომ ნერვი აღარ გამაჩნია, ამიტომ ჩათვალეთ, რომ ასეთია. ანუ ასეთია რა. ხო და რა ვიცი, გოგოებო, აბა ძალიან რთულია. ხა კიდე იქ ვართ და ჩემი დედამთილისთვის ყველა რო გამოიხურავს კარს. ძალიან აი მე სულ მტკიოდა გული ბებოს რო იქ ვტოვებდით, რო კარს გამოვიხურავდით ყველა და მარტო რო რჩებოდა, სულ მეტირებოდა ყოველთვის ჩემი ცხოვრების მანძილზე. რაც ბებო უკვე მარტო ცხოვრობს და ანუ აღარ ცხოვრობენ იქ შვილები და ისინი ხოლმე ზაფხულობით ჩავდივართ თან ზამთარში ცოტა ხნით. ან ბებო აქ ყავს, აი ესე თქვენ ხო იცით ხა როგორც არის, უკვე თავიდან უკვე მომოყოლებთ. აი გვიყურებს, რო გვაცილებს, სულ ცხარეცრემლით ვტირი, ანუ მთელი ცხოვრება ეგ მაქვს. და ეს მომენტი მაქვს ზუსტად ახლა, რომ აი ყველა რო წამოვა და დარჩება ჩემი დედამთილი მარტო, ანუ ძალიან რთულია ჩემთვის ემოციურად, ძალიან რთულია. ჩასვით ხშირად ჩაუთხა, მაგას თქმა არ ჭირდება, მაგრამ მაინც მარტო იქნება, ხო? 2 თუ 1 დღე თუ 1 კვირა ხო მარტო იქნება. აკარია ყავა. ნუ წამოსვლას ლაპარაკი ესეთი მეტია. ალბათ ამასაც დრო ჭირდება, რომ რაღაცნაირად გამოვიყვანოთ. თუნდაც რამდენიმე დღით ხოლმე. ხო და მოკლედ წავედი. დაღლილი ვარ. ეს თქმა უნდა დავიშალო. იქნება კანმა გამიაროს რამენაირად. წავედი ხალხო. დროით.